ცვლად ბაქოში მომხდარი ინციდენტის შესახებ აზერბაიჯანში გამართული საფეხბურთო მატჩი ორი გუნდის გულშემატკივრების ჩხუბით და რამდენიმე ქართველი კომაგის დროებითი დაკავებით დასრულდა. დაკავებულები იყვნენ ქართველი ჟურნალისტებიც. უთანხმოების მიზეზი თამაშის დროს გაშლილი საქართველოს რუქა გახდა, სადაც ზაქათალა და კახიც იყო დატანილი. ჯერ უცნობია დაჯერიმდება თუ არა ქართული გუნდი ამ ფაქტის გამო, თუმცა დღეს ცნობილი ხდება იმ ახალი სანქციის შესახებ, რომელიც ჩიხურამ ერთი კვირის წინ თურქულ ბურსას შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის გამო მიიღო. ეს დროშა ბაქოს სტადიონის ტრიბუნაზე ორი ქვეყნის გულშემატკივართა დაპირისპირების მთავარი მიზეზი გახდა. მატჩის დელეგატის გადაწყვეტილებით ბანერი მაპროვოცირებელ ელემენტებს შეიცავდა და ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ტრიბუნიდან ჩამოხსნეს. ფაქტს გულშემატკივართა მხრიდან უკმაყოფილება მოყვა. ინციდენტის დროს 5 ქართველი კომაგი დააკავეს. დაპირისპირების ამსახველი კადრების გადაღებისას ქართული მედიის 3 წარმომადგენელი პოლიციამ აიყვანა და ფირზე აღბეჭდილი მასალის წაშლის შემდეგ გაათავისუფლა. მე ავიცნობ ამ კომაგებს არანაირი კავშირი არ მაქვს და ჩავედით ჩვეულებრივ მივედით სტადიონზე. შიგნითაც მოგვივიდა ჩვენ რაღაც მცირე დაპირისპირება, რომ ამ ბანერს არ ავკეცავთო და ჩვენ ვეუბნებთ რომ აკეცე, იმიტომ რომ იწვევს გარკვეულ რაღაცა დაძაბულობას. მე წავედი აქ საჩხერის ჩიხურას საგულშემატკივროდ და ეს ბანერი ემსახურებოდა, თამამად ვიტყვი ამას, რომ ემსახურებოდა აი ამ კონკრეტული გუნდის დისკრიმინაციას. დაკავებულები იყვნენ როგორც ადგილობრივი, ისე ქართველი გულშემატკივრები. ჩავედია საელჩო და ყველა ჩვენი გულშემატკივარი გამოაცილეს საზღვრამდე. ბაქოს პოლიციაში რამდენიმე საათიანი დაკავების შემდეგ ქართველი კომაგები ადგილობრივი საელჩო საჩხერის ჩიხურასა და ორი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. კლუბმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა. ჩვენ გვინდა ბოდიში მოგიხადოთ ინციდენტის გამო, რომელიც მოხდა მწვრთნელისა და გუნდის სახელით. საქართველო და აზერბაიჯანი მეგობარი ქვეყნები არიან. ინციდენტში მონაწილე გულშემატკივრები ჩიხურას ოფიციალური ფან-კლუბი არ იყო. ისინი სხვადასხვა გულშემატკივართა ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ. მნიშვნელოვანი საქმე ამ გაუგებრობის თუ კონფლიქტის დასარეგულირებლად გააკეთა აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ. ჩვენ სულ სატელეფონო ხაზზე ვიყავი და სანამ ეს კონფლიქტი ბოლომდე არ მოიწურა, ეს დასარეგულირებელია ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ ახლა ერთ კვირაში თამაში გველოდება და უნდა მაქსიმალურად ყურადღება მივაქციოთ ამას. ბაქოში მომხდარ ფაქტზე დღეს მინისტრთა კაბინეტში იმსჯელეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინციდენტს გამოეხმაურა, მოგვიანებით კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პრესამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. ირაკლი ღარიბაშვილმა დაგმოაღნიშნული ფაქტი და მომხდარი შეაფასა როგორც პროვოკაცია, რომლის მიზანით შესაძლოა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობაში ბზარი შეტანა იყოს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარი ფაქტის დროული გამოძიება დაავალა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის პროვოკაციის მომწყობი პირები არ უნდა დარჩნენ დაუსჯელნი. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა და მომავალში ეს ურთიერთობა უფრო გაღრმავდება. ძალიან მკაცრად მომეკიდებით ამ საკითხს, იმიტომ რომ აუცილებელია გამომჟღავდნენ ეს ადამიანები ვინ არიან, იმიტომ რომ ეს ნამდვილად არ შეეფერება სპორტულ სანახაობას და სპორტს. ეს იყო ინდივიდუალური ქმედება ვიღაცის, რომელიც მე ვფიქრობ, რომ იყო დაგეგმილი პროვოკაცია და აუცილებლად უნდა გაემიჯნოს ყველა ამ პროვოკაციას და აუცილებლად უნდა დაიგმოს ასეთი საქციელი. ბანერი, რომელიც ბაქოში დაპირისპირების მიზეზი გახდა, ორგანიზაცია ქართული სპორტის კომაგებს ეკუთვნით. გაერთიანება ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. არანაირი პროვოკაციის ჩანაფიქრი ჩვენ არ ვქონია, ეს დროს დაამზადებულია დაახლოებით 1 წლის წინ და აქტიურად ყოველთვის ვფენთხონა სხვადასხვა სპორტულ ასპარეზობებზე, ეს იქნება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს ბანერი ქონა გადმოფენილი თურქეთში, რუსეთთან მატჩის წინას თბილისში, ბურსასპორტთან თამაშის. ეს არ არის მოპროვოცირებელი, უკან უბრალოდ ამით გვინდოდა, რომ ქართული ხალხისთვის კვლავ შეგვეხსენებინა, რომ ეს ტერიტორიები იყო ჩვენი. უგოლო მატჩის შემდეგ ჩიხურა განმეორებით შეხვედრას აზერბაიჯანულ კლუბთან 7 აგვისტოს ჩაატარებს. ბურსასპორტთან მომხდარი ინციდენტის გამო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის რამდენიმე ტრიბუნამ დისკვალიფიკაცია მიიღო. UEFA-ს გადაწყვეტილებით მატჩის მიმდინარეობისას რასიზმის საწინააღმდეგო ბანერები განთავსდება. საჩხერის ჩიხურა კი ჯარიმის სახით 15,000 ევროს გადაიხდის.